დააკვირდებით ძაღლს უფრო მეტი ასეირნებ ჩვენს ქვეყანაში ვიდრე ბავშვს. იმიტომ რომ ძაღლი თხოვს და ბავშვი არ თხოვს. მთელი სამყარო, მთელი თავისი სიბოროტით უკვე აი მის ოთახშია, მის პატარა ოთახშია თავმოყრილი. ვერანაირ არ აკონტროლებს ამ სოციალურ ქსელს და ვერც გავაკონტროლებთ ალბათ, ხო? ყოველთვის რაღაცა შეიძლება გაძურეს. ჩვენ რაღაცნაირად გვავიწყდება რომ მაგალითები ვართ ადამიანები. რა მაგალითს ვაძლევთ? ცემატყეპის მაგალითებს რა ვაძლევთ? არაფერი არ არის საჭირო, გარდა იმისა, რომ ჩვენ უფროსებმა ბავშვებს ვასწავლოთ ნავიგაცია. მეც ხშირად ამირიდებია თავზე, ანუ სახლში წავსულ ვარ და რაღაცა პრობლემა დამიტოვებია მოუგვარებელი. ძალიან ბევრი ვიფიქრი ამაზე და გულზეც მომხვდა გემრიელა და კარგია ესეთი სერიალები, რომ დაგვანახოს, რომ სად არის ჩვენი როლი მასწავლებლის. ბავშვს ვეკითხები როგორი დღე იყო და დამთავრდა, ჩაიკეტა. თუ არ გვეუბნება, ხო, იყო რა, მოუყვეთ ჩვენი დღე. ეს ფილმი არ არის მხოლოდ კინოთეატრებისთვის სერიალი, ეს არ არის მარტო, ეს არის რაღაცა სასწავლო რესურსია, რომელიც უნდა ვაჩვენოთ მასწავლებლებს, ვაჩვენოთ მშობლებს. ეს არის დასაფიქრებელი, არა მარტო მშობლებს, პროფესიებშიც უნდა ვაჩვენოთ, ხო? შეიძლება არ იყოს მშობელი, მაგრამ ვაჩვენოთ პოლიციელებსაც, როგორ ექცევიან ბავშვს, საჭმელს თავაზობს, ხო? ყველობაში ეჭვმიტანს ეუბნება, რომ დილით ჭამე და ჩვენთან საჭმელს არ აძლევენ იმის გამო, რომ მოწყურდეს, მოშივდეს, დაიტანჯოს, რომ იქნებ მეორე უფრო აი გატყდეს.